გაოგნებული ვარ ამისგან. ესე იგი პირდაპირ ეხლა უცებ გაჩეჩილაძეს დააბრალეს რომ იქ შეხვდით და აქ შეხვდით და ეს გაიყიდეთ და ის გაიყიდეთ მე არ ვიცი როგორ შეიძლება რატო ის შავნაბადაზე როგორ რა ესე იგი რა და რა შეხვედრები გერმანიაში იქ არის მე ვარ მაგიარო ამიტომ გეუბნებით რომ მე ამის არ მჯერა რომ გაჩეჩილაძეს საქართველოს არ უყვართ ის ზუსტად როგორ შეიძლება ეს? როდესაც ხალხი იყო შეკრებილი, უზომო რაოდენობის ხალხი. იყო შეკრებილი იმაში, რა ქვია. იპოდრო ტელეფონით ელაპარაკებოდა ზევით პრეზიდენტს და უყალა შეხვედრით გაიგონა ეს ლაპარაკი. არა, შენ პრინციპში ამას არავინ არ უარყოფს რა ტელეფონით იყო საუბარი ქალწონოქეთი იმპერიაში უცნობი მაშინ მიტინგები პოლიტიკოსები რაც აკეთებენ სულ არ მაინტერესებს ამის გარჩევა აქ იმიტომ რომ ყოველწუთად ითვლება ერთ-ერთი პოლიტიკოსი რომელიც გამარჯვებას არ მეუბნებოდა ეხლა წელს რატომღაც გაომიგზავნა საახალწლო მოწვევა გამარჯვებას არ მეუბნებოდა იმიტომ რომ მაშინ იყო ხელისუფლებაში და თვლიდა რომ მე ვარ ოპოზიციონერი და გამარჯვებას არ მეუბნებოდა მასალე დღეს ეხლა მე არსებობს ვარიანტი რომ იმას გვერდში დაუდგე გამორიცხულია მე უდგე ვარ ჩემ ქვეყანას გვერდში ჩემ კოლეგებს გვერდში და ჩემ პატიოსნებას აი ამას ბოლოს ძანეთ აი შეკითხვას გისვამთ ესეც იქნება კონდეს აზრი რომ მივცეთ რჩევები პრეზიდენტს რომ გაითვალისწინოს მან ეს რჩევები მე მაქვს ეს არა აქვს აზრი ბატონო რა გადაცემა დუმარებაში გაატარა ხომ დუმარებაში გავატარე, იმიტომ მე ჩემი აზრი მაქვს. ის რაც ამ წლების მანძილზე მოხდა მისი ყოფნისა სათავეში, მე კარგი ვერაფერი ვერ ვნახე. მიუხედავად იმისა, შევედი 2003 წელს იქიდე. თუნდაც საკუთარი თავის გადასარჩენად იქნება გადადგა კარგი ნაბიჯები. არა. აღჯერათ? ხო. აღჯერათ. თუნდაც საკუთარი თავის გადასარჩენად აღჯერათ. არა, პრეზიდენტმა თუნდაც საკუთარი თავის გადასარჩენად რომ გადადგას რაღაც ისეთი ნაბიჯები, რაც კარგი იქნება ქვეყნისთვის, ხალხისთვის და შესაბამისად დააცხრობს გულისწყრომას მის მიმართ. ჩემო საყურებელნი არ პრაგმატულად არ მჯერა. ვიფიქროთ. არ მჯერა. აღჯერათ და აღჯერათ. კარგი, ბატონო. ის რაც მან გააკეთა სახეს ქვეყნისთვის ერთ რაღაცას ეს იყო საშიში აუდიტორიასთან ამასწინათ რაღაც რამოდენიმე დღის წინ ძალიან ის არის კი არაპოპულარულია ზოგიერთ ლიბერალებში და იმაში რა ქვია ძალიან წინ გავარდნილ 21 საუკუნის მაგრამ მე იმ ადამიანთან ვიყავი ვისიც ყველაზე მეტად წავს ამ ქვეყანაში უწმინდესმა ასეთი რამე თქვა რომ ყველას აქვს ყველა ადამიანი არის პირველი და მე ყოველთვის შეიძლება ეკლესიამ ან თვითონ უწმინდესმაც მოგცეს რჩევა მე შენზეა 10 მცნება დაიწერა მილიონი საუკუნეების წინ ეს 10 მცნება შენ გეძლება შენ გეძლება ეს 10 მცნება ეხლა შენზეა დამოკიდებული შენ ამას შეასრულებ თუ არ შეასრულებ მე მაინც მგონია რომ ადამიანს ყოველთვის ნებისმიერ ყველაზე დავარდნილ ადამიანს უნდა მისცე შანსი. ანუ თქვენ მაგრამ მე მე პოლიტიკაში არა. როგორც ადამიანს, კარგი, სააკაშვილო შანსები, მოდით შეაჯამეთ მას. ბატონო სააკაშვილმა ახალი ტალღის კიბატონი. რეჟიმის პრეზიდენტია და ამიტომ ჩვენი გარდით არის მისი შანსი. მე დამჩა ორი სასწრაფო საქმელი და დიდი მადლობელი ვიქნებით თუმცა ძალიან პირველი ის რომ რადგან ბატონი ლაშა საუბრობდა თუ არ იქნება დიალოგი საზოგადოებაში არა მთავრობასა და ცალკეულ ჯგუფებს შორის ზოგადად საზოგადოებაში და არ იქნება თანხმობა ფასეულობებზე რომელზეც უნდა შეიქმნა საზოგადოება და ჩამოყალიბდეს როგორც სახელმწიფოს მკეთებელი საზოგადოება ეს ღირებულებები არ იქნება ყველასთვის მისაღები არანაირი აზრი არ აქვს არაფერს ჩვენ ასეთ დისკუსიასაც იმიტომ რომ აქ ჩვენ ფასეულობით მომენტებზე ვერ ვიკამათებთ საუბრობთ იმაზე უნდა მივიდეთ თუ არა პრეზიდენტთან ეს არის ინდივიდუალური საკითხი მინდა მივალ მინდა არ მივალ იმას უნდა დამიძახებს უნდა არ დამიძახებს ეს არის ძალიან ინდივიდუალური და მეორე საკითხი რაც ნაკლებად მოთხოვთ მთავრობას რომ მიიღოს მონაწილეობა ჩვენ ცხოვრებაში მით უკეთესი იქნება აბსოლუტურად გეტყვი. საერთოდ რომ მთავრობას რო იცი, შენ ხელი არ შეუშალო დემოკრატიულ პროცესს.
იმიტომ რომ ჩვენ დემოკრატიული საზოგადოება აი ამ ღირებულებებზე ვთანხმდებით. ეს არის თავარი და შენ ხას ნუ შეუშლი ამას. შენი ფიქრი ინსტიტუციურ პროექტებს. ეს არის შენი ფუნქცია, შენ ამიტომ გირჩევთ. და არა იმიტომ რომ შენ განსაზღვრო მე ხორბალი როგორ მოვიყვანო, ვენახი როგორ გავცხლა და სპექტაკლი როგორ დავხდა. საერთოდ არ არის ეს შენი საქმე. შენ იყავი შენთვის გააკეთე ისაც გირდება. და თუ გეგმა ომს და გეგმა ომის სწორად და თუ გაქვს სხვა ვარიანტები, სხვა სამოქმედო გეგმა, რომ არა წარმოო ომი და ისე მართო შენი სახელმწიფო პოლიტიკა, ესეც შენი განსასაზღვრია. შენ ამისთვის გაძლევ მანდატს და არა იმიტომ, რომ სამხატვრო ხელმძღვანელები დანიშნულ თეატრებში და კლუბების მომავალი განსაზღვრა. ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. ეს არის ღირებულებითი საკითხები. ამაზე ჩვენ უნდა შევთანხმდეთ გარეთ საზოგადოებაში. კარგი, მადლობთ. ბატონო ანდრო, შეაჯამეთ ჩვენ საუბარი და ვასრულებთ. იცით, პირველ რიგში მინდა ერთი რაღაც თქვა, რომ გქონდათ რომაელებს ადრე ესეთი გამოთქვა, რომ დისკუსიის დროს არ შეიძლება ad hominem, ანუ ადამიანის მიმართვა. იმიტომ რომ გამოდის უსაგნო ლაპარაკი და ანუ დრო იკარგება ერთმანეთს შეურაცხყოფაზე, თავის დაცვაზე და ასე შემდეგ და ეს გვახასიათებს ძალიან ცუდად ქართველებს ზოგადად ყველა საქმეს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ იცით ჩვენთან განხეთქილება არის ძალიან ადვილი. ჩვენ საზოგადოებაში საკმარისია რაღაც ელემენტარულ რაღაც იოლ ხერხს მიმართო, რომ ესე ყველაფერი იშლება, მთელი საზოგადოება იშლება. ახლა დღეს გვაქვს როგორი სიტუაცია, რომ არის მოლოდინი, რომ ოპოზიცია გააქტიურდება და გააქტიურდება ძალიან აქტიურად. ну, რაღაც გაიწელა ეს მოლოდინი, მაგრამ ეს მოლოდინი მაინც ძალაშია და რჩება. ბუნებრივია ეს მოლოდინი აქვს ხელისუფლებასაც და პირველ რიგში ეს ძალიან კარგად იცის ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა, ხო? სტრატეგიულად იმ რესურსებიდან გამომდინარე, რაც ხელისუფლებას ეს დარჩა, იმიტომ რომ ხა ის ხარდაჭერა, რომელიც რევოლუციის შემდეგ იყო, ბუნებრივია სამწუხაროდ რა თქმა უნდა გაქრა ისე, თუმცა არ ყოფილა. არის ორი ესეთი გზა, რომელიც ერთად უნდა მოახერხოს რაღაცნაირად. ანუ სჭირდება ერთის მხრივ ფასადი, დემოკრატიული ცვლილებების. იმიტომ რომ ორი მიზეზის გამო, ესეთი, იმიტომ რომ შიგნით ამაზე უფრო მწვავედ რეაგირებს ხალხი. მეორე იმიტომ რომ გარედანაც თვალის დახუჭვა აღარ უნდა არავის, აგერ იყო რაღაც რაპორტები, ყველა მიცით ფრიგან ჰაუსის რაღაცების, რომ თან პირდაპირ წერია, რომ აი არჩევნები, ეს არის აქ მნიშვნელოვანი. აი ბოლო ორი არჩევნების გამო, ჩვენ მაგალითად ამოგვიყეს იქ საარჩევნო დემოკრატიების რიგიდან ასე რიცხვიდან ხო და ასე შემდეგ. ანუ იქ ძალიან გააქტიურებულია ესეთი ყურადღებით გვიყურებენ ამ მხრივ, აბა რა მოხდება. თუ გააქტიურდა ოპოზიცია, ბუნებრივია რომ იქნება მოთხოვნა არჩევნები. ის არჩევნები ვერ იქნება ისეთი არადემოკრატიული და ისეთი, ასე ვთქვათ, მიჩუმათებული. პრეზიდენტი საყდას წინასწარ აცლის ოპოზიციას. ასე ზუსტად. ამის თქმა მინდა. მოდით ძალიან მოკლე რეპლიკა ბატონო და უკვე უნდა დავასრულოთ. ძალიან მოკლე რეპლიკა ესეთი იქნება, რომ წავლენ და წამოვლენ ქვიშანი დარჩება. ცხოვრება გაგრძელდება. ქვეყანა იქნება, პრეზიდენტები შეიცვლებიან, წავლენ, წამოვლენ, პოლიტიკოსები შეიცვლებიან, ჩვენ წავალ და ჩვენს მოვალ და ცხოვრება გაგრძელდება. არა, არავის აღარ მიცემს იყოს ბატონ ჯანსუღის მოთხოვნა. ახლა უნდა მოისრო. როგორ შეიძლება ლაპარაკი იმაზე, რომ წავლენ და წამოვლენ? კი, წავლენ, ეს საფრთხეები ვარ, საფრთხეები. არა, ქვიშანი დარჩები. უცადო იმას. კარგი, ბატონო, დავასრულოთ. დიდი მადლობა ყველას წარსულში მონაწილეობისათვის, დიდი მადლობა ყველას ვიყურებთ და სამშაბათს ამ სტუდიაში თქვენთვის იმუშაობს ალე კოირისაშვილი, ჩვენ ერთმანეთს პარასკევს შევხვდებით, კარგად გრძანდებოდეთ.